პირდაპირ გითხრა დღეს ბანკმა რომ ჩვენთვისო კაცო 2 და 3 წელი რა პრობლემა არის კი არ გვიჭირსო ფულიო რომ გავაჩერებთ ამ ბინას და 3 წელში გამოგასახლებთო და მე უფრო ძვირად გავყიდით ამ სახლს. საუბარი არის აფხაზეთის ომის ვეტერანზე. ადამიანზე, რომელსაც ამ ომში აქვს 4 კანტუზია გადატანილი. აქვს იმდენად გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, რომ კონკრეტულად კიდურის მოკვეთაზე არის საუბარი და აი ამისათვის ჭირდება ოპერაცია, რისთვისაც აგროვებს თანხას და ადამიანი ამბობს, რომ ჩემ ჯანმრთელობა არ მაინტერესებსო. ამ თანხას აძლევს ბანკს, რომ მე არ გავიკეთებ ოპერაციას, ოღონდ შვილები არ დამჭეს ღიაცის ქვეშ. და დღეს ვიყავით მისული, რომ აი ამ შეთანხმებაზე გველაპარაკა და ამაზეც კი უარს ეუბნება ბანკი, რომ არა, ეხა ზევიდან კიდე რაღაც 30% დამიმატე და სხვა შემთხვევაში შენ ოჯახს გამოვასახლებ. რეალურად ბანკს ამის უფლება აქვს. მის სახელზეა ქონება, ხელისუფლებასაც პირველ რიგში აი რაღაც მართლა 1000 გაუაზრებელი კანონის მიღებას და იქ ავტომანქანა და ეკოლოგია არ დავაზიანო ამ მოტივით რომ რაღაც 1000 ისულელ გადაწყვეტილებებს იღებთ. შეხედეთ რეალურად რა ჭირს დღეს საქართველოს მოსახლეობას. საუბარია ომის ვეტერანზე, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა ამ ქვეყანაში ეწირა. არავინ კაციშვილი ამ ქვეყანაში არ არის მისი პატრონი, არ არსებობს კანონი, რომელიც ამ ადამიანს დაიცავს. აი ეს არის დღეს საქართველოს რეალობა.